მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. გადაცემა დარცი აჭარის ტელევიზიის ეთერში ისევ თქვენს ტელეეკრანებზეა. როგორც უკვე იცით, გადაცემა დარცი გასართობ შემეცნებითი გადაცემაა, სადაც საინტერესო ახალგაზრდები თავიანთი გამოცდილების შესახებ გვიზიარებენ. ჩვენი დღევანდელი გადაცემა ძალიან ქართული ხასიათის იქნება და სტუმრად გვყავს ძალიან საინტერესო ბავშვები და პედაგოგი ეთერ დარჩიძე. წამომყევით უკეთესად გავიცნოთ. ხალბეტონო ეთერ, თქვენ ხართ ანსამბლ ჰანგების ხელმძღვანელი, თან შუახევის საალუტბარო სკოლის ლოტბარი და ბალანჩივაძის სკოლაში პედაგოგი. როგორც ვიცით, ახლახანს დაბრუნდით თბილისიდან, საქართველოს ეროვნული ფოლკლორის ცენტრიდან და რომ მოგვიყვეთ იქ რა ხდებოდა, როგორც ვიცით, ყოველ წელს ძალიან საინტერესო ამბები ხდება იქ. თბილისის ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში ძალიან კარგი ამბები იყო, რო ვთქვათ, 45 საალუტბარო სკოლის გალა კონცერტი ჩატარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ აქ მთელი საქართველოს კუთხეებიდან იყო თავმოყრილი უნიჭიერესი ახალგაზრდები და პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელობას, რომ ესოდენ კარგი საქმე და საჭირო საქმე არის და დანერგილი ბავშვებში. ეს ბავშვები 10 დღის განმავლობაში თბილისში ეცნობენ სხვა კუთხის ნიმუშებს და საარქივო მასალებიდან ჩანაწერებს სწავლობდნენ, რომელიც პირველად გაჟღერდა ამ ღონისძიებაზე და მე მყავდა წაყვანილი აქედან 6 ბავშვი, შემდეგ 6 ბავშვი კიდე დაემატა და მთლიანად 500 ბავშვი იდგა სცენაზე ფინალურ ნომერში, რომელიც იყო ძალიან საინტერესო და ძალიან შთამბეჭდავი, მინდა გითხრათ და იმას ვიტყოდი კიდე, რომ ჩემი ბავშვები მუშაობაში ძალიან ბევრი ნიმუშებს სწავლობენ მართალია, მაგრამ მათ გვერდით ყოფნა და ის 10 დღის შთაბეჭდილება ეს ბავშვები ისე შემიცვალა და ისეთნაირი შთაბეჭდილებებით არიან, 24 საათიანი რეპეტიციები რომ მქონდნენ, მე მგონი აქედან არ გავლიან. და ძალიან მოტივირებული არიან მთლიანობაში, მოხდა კუთხეების სასიმღერო ნიმუშების გაცვლა ერთი მეორეში, ცოდნის გაზიარებაც, მთელი დღის განმავლობაში ბავშვები რეპეტიციებდნენ, მაგრამ საღამოს კიდე გრძელდებოდა ეს სასტუმროში, როცა დასვენების პერიოდი იყო, მაშინაც კი მღეროდნენ და არ შევდებოდა უწყვეტად ეს ქართული ხალხური სიმღერების შესრულების ფორმა. ძალიან არ ვიცი, ძალიან დიდი შთაბეჭდილებებით ვარ დაბრუნებული, მოკლედ რომ გითხრათ. მადლობა ძალიან დიდი. თქვენ უდიდესი დამსახურებაც არის ბავშვები, რომ ესე არიან და ესე უყვართ ეს საქმე. საინტერესოა, ხوار დაგითვლიათ შენ
განსხვავებით, რამდენი ბავშვის პედაგოგი ხართ მთლიანობაში? მთლიანობაში ალბათ 300-400-მდე გავა იმისათვის, რომ ერთიანად აღებული ბალანჩივაძის ხელოვნების სკოლის, ერთიანად ჰანგების, შუახევის სალოტვარო სკოლის, ასევე აქ სხვადასხვა რაოდენობით მოდის ბავშვები და კიდე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ბავშვები მხოლოდ ერთ რაღაც ნიმუშს არ სწავლობენ ჩემგან ჟანრს, რო ვთქვათ, რომ მხოლოდ სიმღერა და აქ იგულისხმება მრავალი საკრავები ქართული ხალხური და ასევე თბილისის ფოლკლორის ცენტრში ლაზურის სიმღერა შესრულდა პილილის თანხლებით, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება გამოიწვია ჩემ ბავშვებთან და როგორც კი ჩამოვედი, დაიწყეს პილილის სწავლა და ლაზურის სიმღერების რეპერტუარით შევიტანე ერთი სიტყვით ანსამბლში. იქ არა მარტო ღერიან, არამედ ცეკვაც არის ნომერში, ცეკვავენ ბავშვები და ჭიბონზეც უკრავენ. დიახ. მაინტერესებს ამასაც თქვენ ასწავლით თუ ვინმე სხვა? ფაქტიურად მე ვარ ყველა საქმის თავი ბოლო იმისათვის, რომ რასაც ვაკეთებ, ის შინაარსობრივად რაც დაგეგმილი მაქვს, მე ვიცი ის როგორ გავაფორმო, როგორ გავალამაზო, იმას რა მოუხდება, რა შინაარსია და ანუ მთლიანობაში და რა თქმა უნდა ეს დამოკიდებული არის ბავშვმაც უნდა მოქცეს საშუალება, რომ ის როლი რაც მე გათვალისწინებული მაქვს, შემისრულოს და გამილამაზოს და ამის საშუალებას მაძლევენ ბავშვები, რომ ეს გავაკეთო და რა თქმა უნდა ჩემთან არის ეს ყველაფერი. ჩემს სივრცეში ტრიალებს ეს ჭიბონზე სწავლება, ჭიბონზე მოძრაობების აგებაც და ესა თუ ისე. ყოლსამას რაც შეეხება ეხლა საინტერესო ცეკვავენ ის ბავშვები, ეს ყოლსამის საცეკვაო ნიმუში მოგვაწოდა ჩანაწერები თბილისის ფოლკლორის ცენტრმა, ასევე ჭიბონზე შესრულებული ნიმუშები, ძველი ჩანაწერები გამოგვიგზავნეს, დედოფლის ჩამოსარები, ყოლსამის ნაწილი და ეს ბავშვებმა ამ მოკლე დროში შეძლეს დაკვრა, აღდგენა სიახლის, რომელიც არ არის გაჟღერებული ჯერ და არ უკრავს არავინ ჯერჯერობით და იმედია, რომ შემდგომში უფრო მეტად პასიური გახდებოდა სხვაც დაიუფლება ასეთ ნიმუშებს. აუცილებლად. ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ. საოცარი პედაგოგი ხართ, საოცარი ბავშვების პედაგოგი ხართ და მართლა მთელი გულით მინდა გისურვოთ უამრავი წარმატება კიდევ. დიდი მადლობა. გაიხარეთ. ჩვენ რომ მოვდივართ აქ, სიმღერი ვართ, სიმღერებს ვსწავლობთ და შემდეგ ჩვენ მეჭიბონებს, გვიტოვებს და გვასწავლის ან გვამეორებინებს ყველაფერს. ეთერი მასწავლებელი ძალიან მაგარი მასწავლებელია და მე ძალიან მომწონს ის. ეხლა გითხარი ეთერი მასწავლებელი როგორი მასწავლებელია შენ? ეთერი მასწავლებელი ძალიან მაგარი მასწავლებელია და ძალიან მომწონს, ძალიან კარგად გვიგებ და მის ახსნის. მოდი შენს გითხარი, როგორი განწყობით ხარ, აქ როცა მოდიხარ და რა სწავლობ, შენს გითხარი და ეთერი მასწავლებელზეც ორი სიტყვით. მე რომ მოვდივარ, ძალიან მიხარია აქ მოსვლა, სიმღერებს ვერივართ, ხან ფარდურსაც ვუკრავთ, შემდეგ მასწავლებელი ზოგ-ზოგიერთ ჯერ გვიტოვებს და რაღაცებს გვაკრევინებს და ეთერი მასწავლებელზე იმას ვიტყვი, რომ ძალიან мотиваციას მაძლევს და ძალიან მიყვარს ის. მადლობა ნიკა. პირველ რიგში აქ რომ მოვდივართ, ეთერი მასწავლებელი გვამღერებს სხვადასხვა სიმღერებს, გვასწავლის ახალ და ახალ სიმღერებს და მე ის ბოლოს გვიტოვებს და მე ჩვენ გვასწავლის სხვადასხვა საკრავებზე დაკვრას. და ეთერი მასწავლებელი ძალიან კეთილი მასწავლებელი და ძალიან მაგარი. ჩემი აზრით, ყველა მასწავლებელში გამორჩეული მასწავლებელი იქნება ჩემთვის ყოველთვის. როგორც გავიგეთ, ძალიან უყვართ ეთერი მასწავლებელი ბავშვებს. უკრი შენს გითხარი ამა? აქ ხანდახან ეთერი მასწავლებელი გვიტოვებს და გვასწავლის სხვადასხვა მელოდიებს. აქ ყველანაირი სიმღერა ვსწავლობთ და ახალ სიმღერებს და ბავშვები ვიგებთ ყველანაირ კუთხეს სიმღერებს და რაღაცებს. ეთერი მასწავლებელი კიდევ იმას ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს და ძალიან кайხალია. მე ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო. როგორც მივხვდი, აქ მოსვლა მართლა ძალიან გიყვართ და არ შემცდარ ვარ და ეთერი მასწავლებელი ზუსტად ისე გიყვართ. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. როგორც იქნა უკვე შეგვიძლია რომ ნუკრი უფრო ახლოს გავიცნოთ. ნუკრი, შენ გაგიცნო მთელმა საქართველომ. როგორ ფიქრობ, რატომ? კარგი საქმე გამიცნო.
კარგი საქმით გაგიცნო. კარგი საქმე რა არის? რა საქმით? ხელოვნება. ხელოვნება. შენ როგორც ვიცი, ძალიან გიყვარს ქართული ცეკვა და სიმღერა, ხო? კი. და აი, როცა ცეკვავ და მღერი, რას გრძნობ? შრიამს და ცეცხლს გრძნობ მე, იმიტომ რომ ეს სცენაზე რო გავალ ცეცხლი და ვანთო. ცეცხლი და ანთო სცენაზე რო გამოგდის, გამოგივა ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ აქ რაც ვნახე, მართლა ცეცხლი და ანთე შენც და შენმა მეგობრებმაც. უკრავ ჭიბონზე. კი. კიდევ რა საკრავზე უკრავ? ჩონგურზე და კიდევ დოლზე და პილილს. აჰა, პილილი რა საკრავია? ლაზური საკრავია პილილი. აჰა, შეგიძლია რომ დაგვიკრა რამე? კი. აბა მიდი. ოჩახ, მოკლედ ყველა მხრივ ნიჭიერი ხარ შენ უკრი. როგორ ფიქრობ, როცა გაიზრდები, გინდა რომ გააგრძელო ისევ ქართული ფოლკლორის სიმღერა? კი. კი, ეს კი. არც კი დაფიქრებულა. კიდევ რაზე დადიხარ? თანდურზე, სიმღერაზე, ეთერი მოწვევებთან. ოთხშაბათობით კიდევ მუსიკალურ სკოლაში დავდივარ, ფეხბურთზე დავდივარ. მამა დედიკოს მეგობარმა გასნა და როცა მცალია, მაინც ვარჯიშებზე მივდივარ და როცა მცალია, კიდევ თამაშებზე. აჰა, ფეხბურთზეც დადიხარ. გიყვარს ფეხბურთის თამაში? კი. კი, გიყვარს. აი, ზუსტად იგივენაირად გიყვარს, როგორც ეს საქმე გიყვარს თუ უფრო რაგლებ? არა, ზუსტად იგივენაირად არ უყვარს, გასაგებია. სკოლაში ხარ, რომელ კლასში გითხარი? მესამეში. მესამე კლასში. რომელი საგანი გიყვარს ყველაზე მეტად? მე სპორტი და ქართული. სპორტი და ქართული. რაღაცა იქაც შესაბამისი საგნები გიყვარს. აი, მშობლებზე გითხარი, ხელს გიწყობენ ალბათ, ხო, აი სახლში მეცადინეობ, არ ვიცი, ხმაური რო არის ალბათ სახლში, რას გეუბნებიან? ჩემ ოთახში შევდივარ, მაინც ცოტა ხმა გამოვიდეს, რამეს არ იწყვიან, იმიტომ რომ ხელს მიწყობენ, რომ მე მაინც ნიჭიერი გამოვიდე. ნიჭიერი გამოხვიდე. ნიჭიერი უკვე ხარ, ძალიან ნიჭიერი ხარ. ჭიბონზე გითხარი, ჭიბონი როგორ კეთდება, იცი? როგორ? ცხურის ტყავისგან. თუ იცი, ვინმე კიდევ ვინც პილილზე უკრავს? ერთი ადამიანი ვიცი თბილისში, ერთი ბიჭი იყო და ის უკრავდა პილის და მე იმის რო უკრავდა, მაგეროდა მაინტერესა მეც. კი, ეს ეთერი მასწავლებელმა გითხრა და მართლა ერთი მოსმენით ესე დაგაინტერესდა და რო ჩამოხვედით და მე თქვენც მოგინდათ, მე ამაზე მართლა გავგიჯდი და აღვთავენდი, არ ვიცი, საოცარი ბავშვები ხართ. და შენი საყვარელი საკრავი ინსტრუმენტი რომელია? არა მაქვს საყვარელი ინსტრუმენტი. არ გაქვს საყვარელი, ყველა ერთნაირად გიყვარს? კი. აჰა, გასაგებია. აი, სცენაზე რო გადიხარ, ყველაზე მეტად რა გიყვარს? სიცხას მინდა რომ მაყურებელ მატაში დამიკრას. უფრო რომელი გიყვარს, სიმღერა თუ ცეკვა? არა, ორივე. ორივე ერთდროულად გიყვარს? აი, როგორ გიყვარს ორივე ერთდროულად? როგორც ცეკვა მიყვარს, სიმღერას, როგორც სიმღერა მიყვარს, მიყვარს ცეკვაც. თულად სწავლობ სიმღერას ან ხანდახან კი შეიძლება ხანდახან რთულად ვისწავლო, შეიძლება ხანდახან ადვილად. გააჩნია ესე იგი. კი. თუ ყავს ვინმე ისეთი, ვისთან ერთადაც გინდა რომ იმღერო სცენაზე დადგე, იცეკო, არის ვინმე ესეთი? არავინ? ვინც დადგება ჩემთან ერთად. მაგრამ ჩემი მეგობრები ხანდახან ერთად გავართ სცენაზე და ერთად უკრავთ, ერთად ვღერით, ერთად ცეკვავთ. კი, ეს ვიცი, მაგრამ აი ისეთი თუ არის ვინმე ცნობილი. არავინ არა. პირველი კითხვა არის ესეთი, საყვარელი ფილმი მითხარი? სპაიდერმენი. სპაიდერმენი? აჰა, მაშინ რამე ისეთი შესაძლებლობა თუ გიდან გქონდეს, აი როგორც სპაიდერმენს. კი, როგორც სპაიდერმენის აქ ქსელებს რო უშვებს. ქსელებს რო უშვებს, ეგ გინდა? საკებია. აი თუ არის ისეთი სიტყვა, რომელიც ყველაზე კარგად გახასიათებს შენ. აი მაგალითად შრომელი. არაფერი. კი, შრომელი. შრომელი ხარ, ხო? კი, ეს მე შევამჩნიე რომ შრომელი ხარ. რა ფერს მისცემდით ამის შესაძლებლობა რო გქონდეს? ცისფერად დავტოვებდი. ცისფერად დატოვებდი. რომელი კერძი გიყვარს ყველაზე მეტად?
ხინკალი. ხინკალი. მეც ხინკალი მიყვარს ძალიან. გაკეთება ხო არის შემთხვევით? კი ხანდახან მაკეთებინებს. ხანდახან მაკეთებინებს მომიგოს ათესავების აქვთ. რესტორანი და ხანდახან ვაკეთებ. მართლა? და საჭმელებს აკეთებ ხოლმე? ხინკლის გარდა. არა, საჭმელს არ მარტო ხინკალს და მარტო ხინკალს. ერთხელ აჭარული ხაჭაპურის გამოცეცხლად წავედი და ლამაზი ხაჭაპური გამოვაცხე. მართლა? ფაინი რა ნიჭიერია ეს ბავშვი. ხოდან პატიჟებ მე შენ გაკეთებულ საჭმელს? კი. ხინკალზე. კი. ყველაფერი, რასაც ხელს მოკიდებ, მე მგონი ძალიან კარგად გამოგდის. ხინკალი არ ვიცი ჯერ როგორ გამოგდის, მაგრამ მაგას ვნახავ აუცილებლად. მადლობა ნუკრი, საოცარი ბიჭი ხარ. ძალიან მიხარია რომ ასე პირადად გაგიცანი. ნუკრი, ბოლოს აუცილებლად უნდა კითხო ეს, შენთან ფოტო შეიძლება რომ გადავიღო? მოდი. მეც ვიდეო გადაგიღე. როცა ყვავდი.